5 მაისი მეან გინეკოლოგების საერთაშორისო დღეა. საქართველოში უამრავი მეანი აღნიშნავს დღევანდელ პროფესიულ დღეს, მაგრამ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია უმაღლესი კატეგორიის მეან გინეკოლოგი, რომელიც რამდენიმე 10 წლეულია ქუთაისში მოღვაწეობს და რამდენიმე 1000 ახალი სიცოცხლე ჰყავს ამ ქვეყნად მოვლენილი. წარმოგიდგენთ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ ზურაბ მურღულიას. საღამოშიდობის ბატონ ზურაბ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოძებნეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. სასიამოვნო არის. ბატონ ზურაბ, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და ძალიან ბევრი ბედნიერი და ჯანმრთელი ახალშობილი მოგევლინოთ კიდე ამ ქვეყანაზე. ეს დღე სხვათა შორის. თქვენ შემახსენეთ ახლა მე დღეს რომ დამირეკეთ და ძალიანაც გამიხარდა. იმიტომ რომ რო გადავხედე შემდეგ ამ დღის დაწესების ისტორიას მიმოვიკითხე სხვათა შორის ჩემთან მეან გინეკოლოგებთან არც ერთმა არ იცოდა რატომღაც ძალიან არ არის აფიშირებული ეს დღე და ძალიან გამიკვირდა მეც რომ სხვასაც ვკითხე და არავინ არ იცოდა თუ ეს დღე იყო მეან გინეკოლოგების. შემდეგ გადავხედე ისტორიას და 1987 წელს მეან გინეკოლოგთა კონფერენციაზე დასმულა ეს საკითხი. და აი 5 წელი დაჭირდა შემდეგ რომ 92 წელს ოფიციალურად მეანების დღე გამოეცხადებინათ. აწი იმედი მაქვს ბატონო ზურაბ, რომ თქვენ ყოველ 5 მაისს თქვენ კოლეგებს შეახსენებთ. მე ისი შეთავაზე, ჩემს რომ უნდა აღვნიშნოთ უკვე თუ არ დაგვიძახებ ჩვენ მაინც აღვნიშნოთ ეს დღე. იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მასიათ. აი ახლა დაახლოებით 50 ქვეყანა ოფიციალურად კი ბატონო, საერთაშორისო დღეა. და ეს დღე დაწესდა იმიტომ რომ ამ მიზანი მეან გინეკოლოგების პროფესიული დღის დაწესებისა გახდათ ის რომ ინფორმირებული ყოფილიყო მოსახლეობა, მაგრამ ჩვენთან ქუთაისში თურმე თქვენი კოლეგებიც და იყვნენ ინფორმირებული დღევანდელი დღის შესახებ. მაგრამ ფაქტი ასე არის. აი რამდენად არის ბატონო ზურაბ დამოკიდებული დედისა და ბავშვის ჯანმრთელობა მეან გინეკოლოგზე? აი თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ახალ სიცოცხლეს ეხმარებით ამ ქვეყნად მოვლენაში. რამდენად საპასუხისმგებლო საქმეა? ფართო გაგებით არის გინეკოლოგია სიტყვა. ეს არის მოძღვრება ქალის შესახებ. ის მე ასე იყოფა ორ ნაწილად გინეკოლოგია, ეს რომელიც არის ქალის ფიზიოლოგი და პათოლოგიის შემსწავლელი. მეანობა ეს არის უშუალოდ ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის მართვის ხელოვნება. ერთისა და მეორეც განუყოფელი ნაწილია, მაგრამ საფუძველი და მეანობის დასაწყისი იწყება მაშინ, როდესაც დაიწყო გამრავლება. ხალხმა დაიწყო გამრავლება. და სიტყვაც მეანობა მოდის მეანიდან. მეანიდან. ჩვენ ეგრე წელთაღრიცხვამდე ძალიან შორს კიდევ იყო ბებიაქალი. კი ბატონო. ბებიაქალი შემდეგ გარდაიქმნა. იმათ დღესაც ასე არის ხო ბებიაქალი. მაგრამ მეანი ეს იმიტომ რომ მეანები უფრო დაერქვა ექიმებს ვიდრე ბებიაქალებს. გასაგებია. თორემ ბებიაქალებს ქვიოდა პირველად მეანი. სხვათა შორის სულხან-საბარ ორბელიანის ლექსიკონში არის მეანი განმარტება არის ყრმათა მიმღები. აჰა. ხო, ახლა არა იქ დედროვითი მამრობით საუბარი, ყრმათა მიმღები. აი როდის იყო ეს ხსენებული ჯერ კიდევ ეს სიტყვა და ჩვენი გადაცემა მე მგონი უფრო იმას უნდა მიეძღვნას, რომ ინფორმაცია დიახ საზოგადოებისათვის თუ რამდენად საჭიროა კარგი მეანი, დიახ რომელზედაც არის დამოკიდებული ორსულობის მართვა, შემდგომ მშობიარობის მართვა და ლოგინობის მართვა. ეხლა ზოგს გონია რომ ლოგინობის მართვა ეს რა მარტივი საქმეა. არადა უმეტესი ქართულებები მოძებს სწორედ მშობიარობის შემდგომ ეტაპს, სადაც არის ძალიან სიფრთხილე
საჭირო. ბატონო ზურაბ, თქვენ რამდენი წელიწადია რაც ამ სფეროში მოღვაწეობთ? ქუთაისში ჩამოვედი 84 წელი, 51 წელი გამოდის უკვე რაც ამ სფეროში. და დათვლილი თუ გაქვთ რამდენი მელოგინე ყავდათ და რამდენი ბავშვი მოევლინა თქვენი იმიტომ რომ ერთ საქმესთან დაკავშირებით ჭირდებოდა და გადავთვალე სხვათა შორის სად იყო კომპიუტერი მაშინ და მე მაგ ჩემი ჩანაწერები და ჩემი ჟურნალი სადაც სახელი და გვარით ყველა და სად ცხოვრობს. მათი მისამართები მიწერია და დაახლოებით გამოვიდა 20,000 ოპერაცია და 15,000 მშობიარობა. ამ მშობიარობებში იგულისხმება ნაწილი, რა თქმა უნდა, საკეისრო კვეთებისა. და ამ 15,000 ბავშვიდან, რომლებიც დღეს ზოგი ბავშვია, ზოგი დიდია, იციან რომ ამ 5,000 მოავლინეთ? 5,000 მონაცვლი მეყოლება. მართლა? კი. და ამ ნათლობასთან დაკავშირებით, მამა ჩემი მიანგინეკოლოგი იყო ცნობილი და პატარა რომ იყავე, მაშინ კომუნისტური წყობის დროს ეს ნათლობა ასეთი რამეები ხო იყო აკრძალული და მამა ჩემი ვინც თხოვდა მაშინვე მე მეტყოდა, აბა შენ წაყევი ახლა და შენ მონათრე და იმდენი ბავშვები მყავს მონათრული, ზოგიერთი რომ მე კი მოდიან ახლა ეს მე არ მახსოვს ისინი რა თქმა უნდა და ნათლია ხარ ჩემი და რა თქმა უნდა სიამოვნებს ეს ყოველივე. მე მინდა ერთი თქვა რომ ძალიან დიდი არ არის მიღებული იყო რომ მიანობა განსაკუთრებით. რა თქმა უნდა გინეკოლოგიას თავის სირთულეები აქვს და მაგრამ ოპერაციული ჩარევაა და ეს მიანობა უფრო არის ფიზიოლოგიური. კი ბატონო, მე მინდოდა თქვენთვის დამესვა შეკითხვა. ამ ბოლო დროს რაღაც ტრენდული, მოდური გახდა საკეისრო კვეთით ბავშვის გაჩენა, ან სპინალური ანესთეზიით ბავშვის გაჩენა. თქვენ თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ და რა თქმა უნდა შეგიძლიათ, რომელი უფრო სასარგებლოა ბუნებრივი მშობიარობის გზით ბავშვის დაბადება დედისთვის, ბავშვისთვის თუ რატომ გახდა ეს თქვათ საკეისრო კვეთები მნიშვნელოვანი და მოდური და რა ზიანი მოაქვს ამ საკეისრო კვეთას თუ ჩვენება არ არის? რა თქმა უნდა, მე ახლა გეტყვი, თქვენ მე ქუთაისში ჩამოვედი 83 წელს. დიახ. 1983 წელს. და მაშინ საკეისრო კვეთების ჩვენება და პროცენტული მაჩვენებელი იყო დაახლოებით 1-3%. დღეს მაგალითად მანდილოსანს სუბთა უკვე წლოვანი არის, მოსული არის, ხო? გასასინჯად. ყველა მესამე ნაკეისრალია. რატომღაც მიღებულია რომ საკეისრო კვეთა უნებელია დედისთვის და ბავშვისთვის. ეს არის ძალიან მცდარი წარმოდგენა. იმიტომ რომ ფიზიოლოგიური ბავშვი ყოველთვის ჯობია საკეისროს ბავშვს. ეს დადგენილია მეცნიერულად ის დაბრკოლება რაც უნდა გაიაროს ბავშვმა მშობიარობის დროს აუცილებელია. და არა მზამზარეულად აგერ მუცლიდან პირდაპირ ამოყვანა ეს ერთი ბავშვისთვის არის იდეალური. შემდგომ ქალისთვისაც არის იდეალური. ბატონო ზურაბ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის გამონათქვამი რომ მშობიარობის შემდეგ დედა ახალგაზრდავდება? რა თქმა უნდა ასეა. ფიზიოლოგიური მშობიარობა ეს არის გაგრძელება ბუნებრივი აქტისა. და ჩვენ ვაკეთებთ რას ახლა და ხდება ასე. მიდის ფიზიოლოგიური აქტი, რომელიც იწყება ორსულობის პერიოდიდან და გარკვეულ ეტაპზე წყვეტთ მას მექანიკურად საკეისრო კვეთის ამოყვანით. მექანიკურად წყვეტ. ამიტომ ის ფიზიოლოგიური გარდაქმნები ყველანაირად მოკლედ ასე არის, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა არის საუკეთესო გამოსავალი. რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია საკეისრო კვეთა, ამასაც თავის ჩვენება აქვს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანის სურვილზე დამოკიდებული. მით უმეტეს რომ თქვენ ახსენეთ ახლა გაუტყივარება. უწინ არ იყო და დღესდღეობით არის საშუალება იმდენი სხვადასხვა მედიკამენტებისა პერიდურალური გაუტყივარება, რომ დედამ ნაკლებად შეიგრძნოს. თუმცა ახლა პატარა ტკივილი მშობიარობას უნდა ახლდეს კიდეც, არა ის სიხარული და ყველაფერი შემდგომ პერიოდში რომ განიცადოს დედამ. და ამიტომ და ეს მოდური გახდა აი გითხარით 83 წლიდან. მაშინ რაღაც ტენდენცია წამოვიდა, რომ
ეს ბავშვი ყოველთვის აჯობებდა. და რით აჯობებს საკეის როკვეთით გადაბადებული ბავშვი ბუნებრივი ბუნებრივი როგორც გითხარით ის დაბრკოლებები ბავშვმა უნდა გაიაროს რაც ხდება ამის ანადროს და ოღონდ საჭირო არის თუ კი ჩვენება იქნება კი ბატონო მაშინ საკეის როკვეთა მაგრამ 1 და 2% რო გითხარით მაშინ როგორ ხდებოდა ეს ხო არ გონია თქვენ რომ ამან შეამცირა სიკვდილიანობა ბავშვების არა დედის სიკვდილიანობას შეიძლება შეამცირა შედარებით აი ხო გაგიგიათ რომ მშობიარობას გადაყვა ქალი კი ბატონო გამოთქმაც ხონდა ჩვენებს რომ მშობიარობის დროს ცალი ფეხი ქალს სამარეში აქვს რამდენად რეალურია ეს საფრთხეები რა საფრთხეები ახლავს თქვათ ფეხმძიმობას მშობიარობას შემდგომ გართულებებს დღესდღეობით იმდენ დიაგნოსტიკური საშუალებები არის რომ კანონი და სამართალით ფიზიოლოგიურად ნორმალურად წაყვანილი ორსულობა უნდა დამთავრდეს ფიზიოლოგიურად. არის გამონაკლისები ეხლა რაც მოუნა ძალიან დიდი ნაყოფი თუა ან მანდილოსანი არის პატარა ძალიან და არ შეესაბამება ნაყოფის წონა იმ მენჯის შესასვლელს და მენჯის ფორმას რომ დაიბადოს ბავშვი ტრამვის გარეშე და ამიტომ მკაცრად თუ იქნება ეს გაკონტროლებული მაშინ საკეისრო ცოტა იქნება და ბავშვებიც ფიზიოლოგიურად უფრო მეტი დაიბადებიან განსაკუთრებით ჩვენი ერისათვის არის ეს მტკივნეული კი ბატონო მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა შემცირდა თუ არა შობადობა ძალიან შემცირებულია ნუ ახლა ამას მიზეზები ბევრი აქვს მე ახლა მიგრაცია ცხოვრების დონე მაგრამ მე შევეხები ერთს შობიარობის და გამრავლების ერთ-ერთი შემცირების ძირითადი მიზეზი მე მიმაჩნია საკეის როკვეთაც. ძალიან იშვიათია რომ ორი საკეის დროს მერე თუ დიდი არ ჩაატარე აგიტაცია რომ ეს ცუდი იქნება შენთვის ეს ყველა ცდილობს გადაკვანძვა გაიკეთოს სტერილიზაცია. ძალიან ხშირია ასეთ შემთხვევები, როცა თავს არიდები მოსალოდნელ ფეხბურთელს. ნუ მესამეზე მე მაგალითად ჩემი ამ 40 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში 4 ჯერა მაქვს გაკეთებული მე 5 საკეის როკვეთა 5 ჯერ. მაგრამ ეს თვითონ კალები იყო ამაზე მოწადინებული და ზოგს რაღაც შემთხვევა ისეთი ან ბავშვი არ ვარგავდა რაღაცა იყო ისეთი 5 3 საკეის როებით საკმაოდ ბევრია 4 ცოტა არის და მეორე საკეის დროს თითქმის არა და პირველი საკეის დროს შემდგომ თუ კი ის სამედიცინო ჩვენებით არ არის გაკეთებული ქალმა უნდა იმშობიაროს ამაზე ექიმებიც მოწადინებულია მაგრამ ის პირველი საკეის რომ შემდეგ რო ნახა რომ არაფერი არ გაუგია უნდა რომ გაიგეთოს საკეისრო. ეხლა ბატონო ზურაბ მაყურებელი ქალბატონების რეპლიკას წაგაშველებთ ალბათ ხედან გვიყურებენ და ამბობენ თქვენ ხომ არ იცით ეს რა დიდი ტკივილია თქვენ პირადად როგორც მამაკაც ხო არ გამოგიცდიათ? მოვისმინეთ სუფრაზე როცა ვარ ყოველთვის ვარ დედის სადღეგრძელოს განსაკუთრებულად ეს მამაჩემიდან ვიცოდი ასე და იმიტომ რომ რა თქმა უნდა ნორმალური ქალი ტკივილი რო არ განიცადოს ამიტომაც აშვილებს დედა უფრო რო უყვართ და სულ არ მიგვირს ეს ამბავი მე უნდა უყვარდეთ მამაკაცმა შეიძლება ახლა სადღეგრძელოსავედ გამომიდის მამაკაცმა შეიძლება მთელი ცხოვრება ესე ჩაამთავროს რომ ტკივილი არ ქონდეს თუმცა მამაკაცებსაც თავის ბევრი პრობლემები აქვს მაგრამ ქალი ისე ვერ დაამთავრებს ცხოვრებას რომ ის ტკბილი არ განიცა ამას ქვია ტკბილი ალბათ 200 თუ ავწდები 40-მდე ძვლის ერთბაშად გადატეხვის ტოლფასია ის ტკბილი რაც შობიარობის დროს ქალს აქვს ხო გეუბნებით ეხლა არის საშუალება მაგისი ბევრი საშუალება არის რომ ისე ჩაამთავროს ეს პროცესი ქუთაისში რამდენად არის ვთქვათ არსებობს თუ არა ისეთი დაწესებულებები, სადაც ქალს ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცეს მშობიარობის დროს, სუნთქვითი ვარჯიშები. მშობელთა სკოლა ასეთი არსებობს. ჩვენთან არის, ჩვენ კლინიკაში და საერთოდ ჩვენ კლინიკაში მოდის ყველა გართულებული შემთხვევა. სხვა კლინიკებში, როგორც მესამე დონე არის ჩვენი და ამიტომ ყველა გართულებული მოდის ჩვენთან. ორსულები ჩვენთან ძალიან ბევრი
მოდის. სამწუხარო ფაქტები ძალიან ხშირი გახდა ჩვენ ქალაქში და არა მარტო ჩვენ ქალაქში, როდესაც მშობიარობისას იღუპებიან. ეხლა ვიცი მე ასეთი შემთხვევები რამოდენიმე ყოველ შემთხვევაში ჩვენს კლინიკაში მე არ მახსოვს მშობიარე დაღუპულიყო ეს. ჩვენი კლინიკა რაც ჩვენ გავერთიანდით ეხლა და დედათა და ბავშვთა და ჩვენი კლინიკა ერთად არის 20 წელი უკვე გასული. და მშობიარობაში ქალის დაღუპვა ჩვენ კლინიკაში არ ყოფილა. იმიტომ რომ არის ყველაფერი. მობილიზებული არის, რეანიმაცია არის, ბავშვთა რეანიმაციაც არის, ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბევრ დაწესებულებაში მიანობა ძალიან კარგ დონეზეა დაგანებული, მაგრამ ბავშვთა განყოფილებები არ არის. ბავშვთა რეანიმაცია ჩვილი ბავშვების გაზრდისათვისა და ამიტომ ნაკლებად, ამიტომ პროპაგანდასაც უწევ ჩვენ კლინიკას. თუმცა ყველგან კარგები არიან და ეს ეხლა მიანი იყო ასეთი მიანი არ არის დიდი ხნის გარდაცვლილი. როდესაც მე ჩაჩავას კლინიკაში ვმუშაობდი, ორდინატურად იქ დავამთავრე, იქ იყო სუფთა მიანობა და ძალიან დიდ მიანებთან მქონია შეხება, აი კოტე ჩაჩავა ყველას გაუგია. გურამ გოცაძე, პარიკო კინტრაია, ეს შედარებით თანამედროვე მიანები და იქ ფაქტიურად შეიძლება ყოფილიყო წელიწადში 12-14 საკეის რო კვეთა წელიწადში, რომელიც ეხლა ქუთაისში დაახლოებით თვეში კეთდება ალბათ 30 მაინც. აი, რამდენად მკაცრი ხართ იმ დროს, როდესაც ქალი მშობიარობს და ტკივილების გამო ყვირი, ზოგიერთი, ესე ვთქვათ, კონტროლს კარგავს თავის თავზე. თქვენ როგორი ხართ ამ დროს? როგორც ამბობენ, თბილი, მე საერთოდ არ მიყვარს ყვირილი და მით უმეტეს მშობიარეზე. ვიცი რომ რასაც განიცდიან ისინი, მაგრამ ამას უნდა მომზადება. ორსულობის პერიოდში. მიანმა ყველაფერი უნდა აუხსნას მას. როდის ექნება ძლიერი ტკივილი შედარებით, როდის ექნება ნაკლები, ამიტომ ორსულობის მართვა ნორმალურად ეს არის 90% კარგად დამთავრებული მშობიარობისა. კეთილი, დიდი მადლობა. თქვენ ახსენეთ, რომ 20,000 ოპერაცია გაქვთ გაკეთებული. ამ ოპერაციებში შედის თუ არა ლაპარასკოპიული ოპერაციებიც, რა დადებითი აქვს თქვათ ლაპარასკოპიული ოპერაციებით მკურნალობას, რამდენად სანდოა და ძირითადად რას უჩივიან თქვათ ქართველი ქალები და უფრო მეტწილად რა სახის და რა ტიპის ოპერაციების კეთება გიწევთ ხოლმე? თქვენ ახლა კარგად იცით რომ ძალიან მომრავლებულია არის ყოველწინას ეს საშვილოსნოს ფიბრომები. ეხლა ზუსტად ამის მიზეზი, უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ მაგის დადგენილი არ არის, მაგრამ ძალიან მომრავლებულია და რაც შეეხება ლაპარატომიულ თუ ლაპარასკოპიულ ოპერაციებს, ამას თავიანთი ჩვენება აქვს. ახლა როდესაც სიმსივნე ჩვენთან ხო ასე ხდება. მე ვიყავი უელსში 92 წელს, 4 თვე ვიყავი იქ. მე იქ არ ვინახავს ოპერაცია გაკეთებულიყო ეს. აი დაახლოებით 3 თვეზე დიდი საშვილოსნო ყოფილიყო ეს. ჩემთან ეხლა მე რომ ცოდოდა ეს თემაც იქნებოდა წამოვიღებ 8 თვის ორსულობის სიმსივნე, დაახლოებით 7 კილოგრამის გაუკეთე. ქალს რომელსაც არც იცოდა ეს რო ქონდა. დავიბენი, ქალი იყო 8 თვის ორსული და არ იყო ორსული, სიდიდის ფიბრომა ქონდა. სიდიდის ფიბრომა 6 კილო იყო ეს. ასეთი რამები საზოგადოებრივ არ ხდება. პროფილაქტიკა. ხო, აი ამას გავუშვათ ხაზი. იმიტომ რომ იქ რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივიდეს ქალი პროფილაქტიკის მიზნით? წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მივიდეს. გინდა მკერდზე. აღმოაჩენენ იმ დროს უკვე რომ გართულებულია მასთან ბრძოლა. შემთხვევა და
ჩვენთან არ არის ჯერ ეხლა ალბათ ეს ცხოვრების დონეც და ყველაფერი გავლენას ახდენს. თუმცა ეხლა მედიცინაში იმდენი რამე ფინანსდება, არ დამესიზრებოდა ეს როდისმე ასე ყოფილიყო ეს, მაგრამ მაინც არის ფინანსებთანაც არის დაკავშირებული. აი მინდოდა მეკითხა და კარგია რომ გამახსენეთ, რამდენად არის თქვათ შობადობის შემცირება იმის ბრალი რომ თქვათ ქალს არ აქვს საშუალება და ვერ მშობიარობს. ფინანსდება თუ არა მშობიარობა და ლოგინობა? სრულად. ეხლა გარკვეული ნაწილი არ ფინანსდებოდა და იქ ექიმის თანხაც იყო რაღაც მიზერული 9 თვე ატარებდა კონსულტაციის ექიმი და 55 ლარი ეწერებოდა მაგრამ უკვე 5 წელიწადია ფაქ მელოგინე ჩვენთან ორსული ორსულს ოღონდ რაღაც არის პატარა ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს და მშობიარობა საკეისრო კვეთა თუ კი ეს ჩვენებითაა საკეისრო გაკეთებული 5 თეთრაც არის ხდის გასაგებ ახლა ზოგი თავს იკაებს იმიტომ კი არა რომ იქ უნდა დახარჯოს კლინიკაში ფული შემდგომი ეტაპისათვის გაზდარო უნდა და ხო ბევრი რამე ჭირდება ბავშვს ბევრი რა თქმა უნდა ბევრი რამე ჭირდება მაგრამ ჩვენთვის ახლა მე ძალიან ტკინეულია ის საკეისროები რო გითხარით ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ერის გამრავლების შემცირებაში სწორედ ამ საკეისრო კვეთას და ჩვენ დღეს მიანობაზე სალაპარაკოთ ვართ მოსული და საუბედუროთ ამ საკეისრო კვეთამ გარდა იმისა რომ შემცირდა შობადობა ისიც სიცუდე გააკეთა რომ მიანები სუბთა სახით მიანი როგორც იყო ძალიან ცოტა არის მე მახსოვს პერიოდი ქუთაისში ძალიან კარგი მიანები იყვნენ მიანი რეგიონები რაც ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ორსულობასთან მშობიარობასთან ამ პროცესთან და ეხლა ეს საკეისრო იმდენად გამარტივებული არის რომ ექიმიც ჭოჭმინოს საკეისრო გააკეთოს თუ მშობიარობაზე წავიდეს ექიმისთვის რომელი უფრო მარტივია საკეისრო დღეს საკეისრო რატომ ეხლა ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში საკეისრო 5 საკეისროდან ერთი რთულდებოდა თუ სხვა მეთოდით კეთდებოდა მაშინ საკერავი მასალა იქ მზადდებოდა კლინიკაში და საკეისროს გართულება ეს არის საშვილოსნოს დაკარგვა 99.9%-ში და მაშინ შიშიც იყო ამისი ტექნიკურად მაშინაც ადვილი იყო ეხლაც ადვილია ყველაზე მარტივია ეს ოპერაცია გასაკეთებლად მაგრამ დღეს ისეთი ტექნიკით კეთდება იქვე და განაკვეთი ქვია მაგას და მასალა არსებობს ისეთი თქვენ რო მითხარით კეთგუტი მზადდებოდა სამანტყოფოში არ იყო იქ ისეთი სტერილიზაცია და ეხლა ვიკრილი მე ყოველთვის ვამბობ რომ მიანობაში გარდატეხა შემოიტანა ორ რამე სიკვდილობა რო აღარ არის ეს არის საკეისრო კვეთის ახალი მეთოდით ანუ ახალი 20 წელიწადია 25 წელიწადია უკვე შემოსულია ქვედა სეგმენტი და საკერავმა მასალამ სტერილიზაციამ და სისუფთავემ რაც არ იყო თავის დროზე უწინასე დაცული მაგრამ ჩვენთვის მეტად ტკივნეული იმიტომ არის რომ ერი რო გამრავლდეს ერის გამრავლებისათვის მინიმუმ 3 ბავშვი ორმა ადამიანმა 3 მაინც უნდა გააჩინოს 3 შვილი 2 ქალი და მამაკაცი 2 თუ გააჩეს 2 იყვენ და ამიტომ მესამე თუ გინდა მატება ეს რომ სტაბილურად ყველა 3 თუ ეყოლება რომ სტაბილური იყოს გასაგები მომატება იწყება 4 და შემდგომ აჰა 4 და შემდგომ ჩვენებს მაშინ დაეტყობა რომ გამრავლება მიდის სწორად და ჭკვიანურად ბატონო ზურაბ, აი ის ძველი პერიოდი მინდა გაგახსენოთ, როდესაც ძალიან ხშირად არ იყო შუქი, არ იყო ტრანსპორტი, არ შოვებოდა ბენზინი, იპარავდნენ ავტომობილებს. იმ პერიოდში რამდენად ადვილი იყო თქვენთვის, მიან გინეკოლოგისთვის მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის პროფესია, რომელიც შუაღამეზე გაღვიძება, საავადმყოფოში წასვლას, გულისხმობს, უარს ვერ ეტყვი მშობიარეს. ეს მინდა გაიხსენოთ.
დიდი კალი გასახსენებელი მაგ პერიოდი არ არის, მაგრამ ეს მარტო მიან გინეკოლოგებს არ განუცდია ის პერიოდი 90-იანი წლები გახსოვთ ჩვენი ის წლები რომ იყო შუქი ბატარეები ყველას ჰქონდა. თუ გახსოვთ ისეთ შემთხვევა რომ აი თქვა შეხვედით ოპერაციას და შუქი წავიდა. როგორ არა და ბატარეა ჰქონდა ყოველთვის მაშინ. და ვიღაცა დაგიკაებდა და ბატარეა რა გზა იყო? მაშინ მარტო ჩვენ არ ვიყავით გაჭირებული, ინტერიერი იყო გაჭირებული და ამიტომ იძულებული ვიყავით ყველას გვემუშავა და კეთის ინტისიერათაც მუშაობდნენ. საერთოდ ექიმების მიმართ არ მომწონს მე ზედმეტი არც ქება ვარგა ზედმეტი და არც ძაგება ვარგა. განსაკუთრებით მე მიანებზე მაქვს საუბარი. მიანობა არის ნებისმიერ დარგში ოპერაციას რომ აკეთებ. 5 წუთში ადამიანი არ დაგეღუპება. აი მუცელი გახსნდა ოპერაციას აკეთებ, ხო? იქ მოხდა რაღაც სისწრაფე გაიქცა, გამოიქცა, ხო? ნუ ნორმალური ხირურგი თუ არის, ამას მაინც შეაჩერებს. და მიანობაში ისეთი რამეებია მოსალოდნელი, სადაც წუთები და წამები წვეთს ყველაფერს. გაგონილი გექნებათ ახლა იციან ატონიური სისხლისდენა ქვია მაგას. ატონიური, როდესაც საშვილოსნოს საერთოდ ვერ იკუმშება. როგორც იმ შობიარეს ბავშვთა, იქ არის წუთების საქმე. და ეს ვერ უმეტესობა ქალები ამით იღუპებოდა მაშინ. რომ ვერ ესწრებოდა ეს ოპერაციის დაწყება. ეხლა როდესაც ჩვენთან მაგალითად 5 წუთში შეიძლება ოპერაციის ორგანიზება. ანუ იმდენად მობილიზებულია? მობილიზებული და სისხლის პრობლემა არ არის კიდე, რაც არ უნდა შემცვლელი არსებობდეს სისხლის, რაც არ უნდა გამოიგონონ, რაც არ უნდა ქნან, მაინც სისხლია გადამწყვეტი. ჩვენი პროფესია დაკავშირებულია სისხლთან. მიანობა განსაკუთრებით გინეკოლოგია ნაკლებად. გინეკოლოგია ეს იგივე ხირურგია, უგონა ქალთა ხირურგია. ქალის სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული ხირურგია. ბატონო ზურაბ, რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი პროფესია? მე ალბათ 10 ჯერ დავიბადო კიდევ დამატებულიყავი, სულ ეს ვიქნებოდი. მიან გინეკოლოგი. ჯერეთი ტრადიციულად მოდის ჩემი ოჯახიდან ექიმები და თავიდან ასე მიყვარდა. არა და მამაჩემს უნდოდა ტრამვატოლოგი გამხდარიყავი. ტრამვატოლოგი. და დავიწყე მაგაში. მაშინ ახალი შემოსული იყო, აი დღეს ორთოპედია როა ეს ხუდუშაური იყო, ჯერ კიდევ მამამთავარი ამ საქმის, ხელონ პროტეზები და ესენი. დავიწყე იქ მუშაობა, მაგრამ მესამე მორიგეობაზე ნაავარიები პაციენტი მოიყვანე და იმას რო შევხედე, უთხარი მამაჩემს, რატო არ გინდა შენ პროფესიაში რო წამოვიდე? მე უთხარი, არა, მაინც მინდა და ვერასოდეს ვერც პედიატრი გავხდებოდი, ისე მოქმედებს ჩემზე ბავშვის ტკივილი და ბავშვი და საერთოდ პედიატრების განსაკუთრებული ხათრი მაქვს ყოველთვის და დაფასება, იმიტომ რომ დიდ ადამიანს დიაგნოზის 50% ისმება საუბრით. ამას ქვია ანამნეზის შეკრება. დიდ ადამიანს, ხო? ანუ როგორც ძველები იყვნენ, ექიმმა ჯერ ენით უნდა მოგვარჩინოს. ხო, ენით მოარჩინოს და ეს საუბროს და ბევრი ინფორმაცია მიიღოს. დღესაც კი ამდენი ტექნოლოგია არის, ხო, ამდენი ეხოსკოპები და კატე, მატე და რეები არ კეთდება, ხო? მაგრამ გამოკითხვა არის მთავარი და ახალშობილისა თუ გინდა გაზის და 4 და 5 წლის ბავშვიდან რას გაიგებ, ამიტომ განსაკუთრებულად და არ მგონია ისე დაფასებული იყო პედიატრები, როგორც საჭირო არის. კი, მგონია. ბატონო ზურაბ, ერთი ცოტა უხერხული შეკითხვა მაქვს, შეიძლება თქვენ არ გინდათ ამაზე საუბარი, მაგრამ საინტერესოა, თქვენ თუ ესწრებოდით თქვენი შვილების დაბადებას? არა. და ვერ დავესწრები. სანამ ამ მენტალიტეტის ვიქნები, როგორც ავარო, ქალი ქალია და კაცი კაცია, მე ვერასოდეს ვერ ვიზავ. ჩემი და მშობიარობდა მამაჩემი, მთავარი ექიმი იყო. მე განყოფილების გამგე ვიყავი პირველ სამშობიაროში, აი ქალაქის ცენტრში. და ძალიან გაუჭირდა ჩემ დას მშობიარობა. მეორე სართულზე იყო სამშობიარო ბლოკი და ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით. ვერავედით ზევით ძალიან გაგრძელდა ესა. ვერც ერთი და ვერც მეორე. და მე მაგალითად ჩემი მენტალიტეტის კაცისათვის წარმოუდგენლად მიმაჩნია მეუღლის. გინდა შვილის
ანუ შესაბამისად იმ ტენდენციას იმ თქვათ მე მაგას ვითომ ასეთია ნათქვამი რომ კაცი რო დაადგება თავზე ის უფრო განიცდის სამალბას და უფრო შეუყვარდება მეუღლეო და მე არა მგონია მაგი მშობიარობასთან იყოს დაკავშირებული ძალიან ბევრი მამა მინახავს რომელმაც აღიარა რომ ჯობდა არ დასწრებოდა ამ პროცესს კი მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში მაგრამ არ უშლით ქუთაისში თუ გამოთქვამეს სურვილს დაესწრონ მეუღლების ოპერაციებს მშობიარობას კი ბატონო ფულწასული მამები თუ გინახავთ კი მასე ესენიც ვინახავს გასაკუთრებით ბოლო მომენტში მშობიარობის ბოლო აქტი როდესაც არის მაშინ მასეთებიც მინახავს და მაგ არის ადამიანის სურვილზე და მის თვითონ როგორც გადაწყვიტავს არა პრობლემა თქვენ გაქვთ ოჯახური ტრადიცია და თქვენმა შვილებმა თუ აირჩიეს და თუ აგრძელებენ თქვენი ოჯახის ტრადიციას გოგონა უფროსი მყავს მუშაობს თბილისში გერმანულ ქართულ კლინიკაში ხელოვნურ განაყოფიერებებზე და საკმაოდ წარმატებული ექიმი არის. უნდოდა ჩემ დარგში წამოსვლა, მაგრამ მე წავედი წინააღმდეგი. რატო? ძალიან კარგი ხელი ჰქონდა ოპერაციებსაც აკეთებდა სტუდენტობის პერიოდში ჩემთან, მაგრამ მე უთხარი ასე რომ მამა, თუ ქალი გინდა, იყოე მეანობა შენი საქმე არ არის. და რა წინააღმდეგობაში მოდის ქალთან? წინააღმდეგობა მოდის იმასთან, რომ რასაც კაცი გადაიტანს. მე 10 წელიწადია დაახლოებით ღამე თუ ექიმი არ მიძახის მეანობას ნელა ვცილდები, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ფიზიოლოგია მქონდა დარღვეული ცხოვრების. იყო დღეები გადავმულად არ გეძინათ. 5 დღე და გაეს ჯანმრთელობაზე წახდენს, ხო გავლენას. და ამის გამო მეანობა. ნუ გინეკოლოგიას თავი არ დამინებები და ამიტომ ურჩიე. სხვათა შორის დამიჯერა. მე ახლა ხომ უყურებ ჩემთან ქალები. არა და მიანი მაინც ქალი თუ არის კარი ჭკვიანი ექიმი ჩემ შვილს მაგალითად სამშობიაროდ ხალს მიუყვან თუ კარგი ექიმია ვიდრე მამაკაცს რატომ ქალი უფრო ნაზია და იმიტომ და ასე მგონია უფრო ისე თბილად მოიყვება როგორაც მამაკაცი ვერ მოიყვება აი მე პირიქით გამიგონია რომ მამაკაცები უფრო გამბედავები არიან როდესაც რაიმე კრიტიკული მომენტი დგება მშობიარობის დროს მე ხო თქვი ახლა რომ ქალ მიან ცოტა არიან, ოღონდ იცოდე, ჩეჩამოსათველი. ჭკვიანი მიანი ქალი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება. დახმარება ყველა შეიძლება დაჭირდეს, მაგრამ მას ქალი არ მოუკვდება. არ მოუკვდება თუ ის მარტო ის საგეისრო კვეთაკი არ წვეთს ყველაფერს. თუ კი კარგი მიანი არის ქალი, რაც იშვიათია. და ძალიან დიდ ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. ამიტომ მამაკაცებიც საჭიროა. ბატონო ზურაბ, ვიდრე დაგემშვიდობებით. ბიჭი არ წავიყვანე. ბიჭი არ გინდა მე ვთქარ, რატომ იცი? ცოტა ექიმის პროფესიაც გაუფასურებულია. გაუფასურდა. მე მახსოვს პერიოდები ექიმს რო იყო და ადამიანი დამთარ მისთვის ყველგან ყველაფერი გზახსნილი იყო. დღეს უფრო სხვაგვარია და ბიჭს არ ურჩიეთ და დაამთავრა ის ბენდუკიდისისა და ახლა როგორ ბიზნესი და სხვა რაღაცებში არის, მაგრამ არ ურჩიე. ძალიანაც მინდოდა გვარის გაგრძელება ვაჟიდან, თან მამაჩემის სახელი ქვია, მაგრამ მე მგონი არ შემცარბარ და გოგონა ზუსტად იმ საქმეზე არის, რაც მას ძალიან უყვარს. ვიდრე დაგემშვიდობებით კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს თუ გახსოვთ თქვენი პირველი როგორც ექიმიანის დღე როგორი იყო ის პირველი აი მე მაგალითად ვიცი რომ ერთი ძალიან ცნობილი ექიმი ქალბატონი რომელსაც დღეს უამრავი პაციენტი ყავს პირველი საკეისრო კვეთის დროს ექიმი გაიშხლართ აჰა ასეთი შემთხვევა მქონდა პირველ წელს ვერ მოხდის იყო კომუნისტების დროს ეს არის 70 წელი 1970 და სტაჟი უნდა ქონოდა ასეთი იყო მაშინ და მამაჩემა არ გამოფორმა რა სიტყვიანო მე ბუხრეთ უნდა გავფორმებულიყავი სამშობიარო სახლში რომ სტაჟი მქონოდა და იმ წელს სტაჟი არ ქონდა რო ჩავაბარე და დავჭი ინსტიტუტის გარეს მე კოტე ჩაჩავა მცხონებულმა
მამაჩემს უთხრა ჩვენთან ჩამოვიდესო და ვიყავი ჟანგბადის მატარებელი. ჟანგბადის ბალონები დამქონდა. და პირველად ისე ვემზადებოდი ოპერაცია მიდო და მენახა. და მე თქვი ახლა არ წავიქცე პირველი. და როგორც კი ის კანზე გაუსვენ და არ წავიქეცი, აღარ მქონია მის მერე მაგ შეგრძნება რომ რაიმე თქვა შევწუხდები ანამე. არა, შემზადებული ვიყავი ოჯახიდანაც, სულ ამ თემებზე იყო ლაპარაკი ოჯახის ჩვენთან, რომ მშობია რომ ოპერაცია ეს ის და ამიტომ მომზადებული ვიყავი. სამაგეროთ მე მოგიყვებით ჩემს ისტორიას. არ დავასახელებ თქვენ კი იცით, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების PR მენეჯერი ვიყავი და პირველი ამ ლანცეტის გასმის მერე 2 დღე 2 თავი მქონდა, იმიტომ რომ წავიქეცი და ძალიან დიდი კოპი დამაჩნდა. არა, ხო. რა თქმა უნდა, ასეც ხდება ძალიან, თვით რო გაიჭრეს ადამიანი, მაშინ უწუხდება გული და ახლა მუცელზე გაჭრა. აი როგორია ის განცდა და ბედნიერება, როცა ბავშვი იბადება და მისი ხმა გესმის. უდიდეს. მე მაქვს ასეთი, ახლა რამდენად შეიძლება ტელევიზიაში ამის თქმა მე არ ვიცი, მაგრამ უწყინვალესი მომენტია რომ გამოდის თავი. და შენ რო უყურებ და აი თავის ნახევარი როა გამოსული მთლად არა ნახევარი გამოსული ესე გადალახული აქვს და იცი რომ უკვე ის კარგად გამოვა თავარია პირველი ხო ეს არის ისეთი შეგრძნება რომ ამას ვერაფერი ვერ შეიძლება აი იმაზე თუ ნერვიულობთ ვიდრე ხმას ამოიღებს ბავშვი არა ხო ბევრი ბავშვი რო დაიბადება იმ წუთას ნაკლები აქვს და არა გამოსვლის პროცესია ეხლა უხერხულია ტელევიზიაში და ამის გადაღება, თორემ აი ეს პროცესი, როდესაც ბავშვი ამას ქვია, გამოჭრა თავის. ჯერ შეჭრა თავის ნაყოფის, მერე გამოჭრა. აი გამოჭრის პერიოდი არის ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ყველაზე მოსაგონდრად ყველაზე ლამაზი სიტუაცია ბავშვის დაბადებისა. იგივე სარგანიცის საკეისრო, ვითომ არაფერი. ამოვიდა. ყველაზე ლამაზი ბავშვი თუ გახსოვთ, ვინც თქვენი მიანობის ჩემთვის ყველა ლამაზია ისინი. თავარია ჯამთელი ამოვიდეს. ჯამთელი და ყველა ლამაზია. და იმ პათოლოგიასთან ქონიათ საქმე? უი, პათოლოგია. ყოფილა ასეთ შემთხვევა. როგორ არა, სიმახინჯა, ეხლა უკვე აღარ შეიძლება მაგსეთი რამე გაეპაროს ექიმს ამდენი დიაგნოსტიკური საშუალებებია და ერთი 30 წლის წინ იყო რომ გამიკეთებიათ გინდა ოპერაცია, გინდა მშობიარობა და თქვა პათოლოგია ბავშვის რაიმე ყოფილიყო და კი იყო ასეთ შემთხვევები. აი ადრე თუ იყო ამდენი მზის შვილებს რომ ეძახიან ბავშვებს ქრომოსომებთან დაკავშირებული პრობლემებით რომ იბადებიან? არა, მაშინ უფრო სწორად არ ხდებოდა ამის დადგენა. თორემ მაშინაც იყო და ახლაც არის. მაშინ დადგენა. ეხლა უკვე არა, მაშინ უბრალოდ ფიზიკურად ქუჩაში ვერ ხედავდით ამდენ ასეთ ბავშვს, მოზარდს. ასე მგონია მე შეიძლება ვწდები და მაპატიეთ ამ ჩემ. რამდენი ბავშვები არის ახლა რო თქვა ლაპარაკი უჭის ანამეს ხო. ჩვენ მაშინ ვინ განიცი და ამავას არ განვისით, იმიტომ რომ გვეგონა რომ ეს იყო ფიზიოლოგიური და მოხდებოდა ჩვეულებრივად, მაგრამ ეხლა უკვე ისეა მოდებული რომ ყველაფერი ხო იცით გარემო ყველაფერს მოქმედებს აბარა ამდენი სხიური ამდენი თუ ახლა ავიღოთ არა მაისის სურათებს ვნახულოდი მე მიყვარს ბაღი და ყვავილები და ეზოს სულული და არცეთი ვარდები არცეთი კაშლი არ იყო ეზოში და შარშანდელი მქონდა გადაღებული ამოვიღე 6 მაისის ზუსტად დღე 6-5 მაისის მთელი ეზო გადაყვავილებულია ბუნება და ყველაფერი შეცვლია და ადამიანი რო შეიცვალოს რა. ცივი გაზაფხული გვაქცევს და ვერ მოასწრო. ვერ მოასწრო, ხო. ესე იგი, როგორც ადამიანი ცვლის ამ ბუნებასა და თვითონაც იცვლება ადამიანიც. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურა. ხვალ არის გიორგობა წინასწარ გილოცავთ. დედაჩემის დაბადების დღე. დედაჩემის დაბადების დღეა თან ხვალ დიდი მადლობა. ბედნიერებას გისურვებთ, რაც შეიძლება მეტი ბავშვის მშობიარობას დასწრებოდეთ, ყველანი ჯანმრთელები ყოფილიყვნენ და ქართველების გამრავლებას გისურვებთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ნამდვილად გულშემატკივარი ხართ ამ საკითხს. ძალიან. დიდი მადლობა და გემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდა ცნობილი გინეკოლოგი უმაღლესი კატეგორიის მიანი ბატონი ზურაბ მურღულია. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მადლობა რომ გიყურეთ. ნახვამდის.